საუბარს დავიწყებდეთ, მე ფილმი მაქვს მომზადებული, როგორც იცით, ფილმს ქვია 60 წუთია, ფილმს ქვია პირველ პირში. დიდი მიხვედრა არ ჭირდება, რატომ ქვია ამ ფილმს პირველ პირში. მეც თქვენთან ერთად უნდა უყურო ამ ფილმს, საუბრობ და ჩემი ბიჭები მეუბნებოდნენ, რომ ამონტაჟებდნენ. აი რა შემძელით ჩავატიეთო და რა ჩაატიეს, ეხლა ნახოთ იმ დამონტაჟებულში და ამ ფილმის შემდეგ უკვე გამოვალდა მილოცებსაც მივიღებთ თქვენგან ძალიან დიდი პატივისცემით და მოწიწებით, იმიტომ რომ მიყვარხართ, მართლა გულით მიყვარხართ, ამას შაბლონურად ამბობ, მე ერთი სამწუხარო ის მაქვს, რომ დღეს ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი გარკვეული მიზეზების გამო დადებითი, სხვა შორის ობიექტური და არაობიექტური მიზეზების გამოც ვერ ესწრება დარბაზში. მეც ახლა ბესო კალანდაძესთან და მუზარ პაშალთან და ბიჭებთან ერთად უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ კონცერტებზე გეპატიჟებიან. ამბობენ კომერციული დღე გამხდარა 15 აპრილი და იმდენი რაღაც ტარდება თურმე რომ ხო ხტები ესეთი თემა იყო. მე სასიამოვნოდ მეყიმება ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს მე გადავწყვიტე რომ ამ ჩემს მაყურებელთან ერთად და ჩემს სტუმრებთან ერთად მოგეფეროთ აქედან. ახლა მე ჩავთავ იმ ფილმს და იმ ფილმის ყურების შემდეგ, ფილმის ყურების შემდეგ, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქვია პირველ პირში. დაგიბრუნდებით და მე ვთვლი რომ საინტერესო რაღაც ამბებს ნახავთ ამ ფილმში. შაკო, ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ ფილმი და შემდეგ უკვე დავბრუნდები ეთერში. ეთერში გერდა სცენაზე. აქედან ბრძოლა მიჩვენე. და მერტმა დამიფაროს ოდესმე დამიდგეს ის დრო, რომ მე ვთქვა მე ამ ქვეყანაში აღარავის ჭირდები. და აქედან წავიდე. ისე როგორც ბევრი ქართველი. ჩემზე მაგარი ქართველები. ამას აღსურვებ ჩემს იუბილეზე, ჩემს საკუთარ თავს. სხვა მხრივ, კარგად გზადდებოდეთ. მადლობა მოსმენისთვის, მადლობა მომზადებისთვის, მადლობა იმ წლებისთვის, რაც ერთად გავუვია და რასაც 10 წელს გავივით. მადლობა ჩემს საქართველოს, რომ მიმიღო, დამიტოვა და აქ მაძლევს საშუალებას იმისას, რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ სახელმწიფოსთვის. შენებისთვის, რა თქმა უნდა. მალე შევხვდებით. 40 პლუს ეს არის ის სიმღერა, წეგან მეუბნეოდი ინგასას და გიგისას და დათოსაც, რომ როცა დრომოა, ამაზე გამომიყვანეთ სკოლაში. ხო, არა, ეს ის სიმღერა, რაც მე ომში მქონდა წარებული და მათ კარგად იციან და ეს ის სიმღერა, რასაც მე თან დავატარებდი იმ ბიჭებთან ერთად, ვინც თქვენ აქ ნახეთ და ეს ის სიმღერა, რასაც მღეროდნენ იქ ჩემი ბიჭები, რომელთანაც სურათებში ვინც ნახეთ, სამწუხაროდ ბევრი ცოცხალი არ არის, ომში დაიღუპა, სამწუხაროდ ბევრი როგორც ხდება, აი სუსლიკა გურჯაანელი, რომელიც ომიდან 20 წლის შემდეგ შევხვდით, ხვალმელოდება გურჯაანში ჩავდივარ ჩემი ბიჭებთან ერთად, აგერარ ჩემი ვახო დათიშვილი და ჯუჯების 40 გვაქვს, 40 კი არა, კაცო 40 წლის იუბილეა. თვითონ ამბობ. ეგეც ერთი 40 წლის მერე დადგება ჩემო. ხო და აი ესეთი პატარა ფილმი, ძალიან დიდი მადლობა რომ ეს 60 წუთი ამიტანეთ ეკრანიდან ამ ფილმს. მადლობა ჩემო. ამ ფილმს ერქვა პირველ პირში. და რატომ ერქვა პირველ პირში? მე მგონი ძალიან მარტივად გასაგები იყო. როგორც ნახეთ, ძალიან ბევრი ჩემთვის სასიკადულო ადამიანი შემომიერთა და მადლობას გიხდით ყველას მომბრძანებისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხადო. მე პარიზში მგონი ხარ ბატონ კონსტანტინე გამსახურდია და თქვენ აგზიხართ დარბაზში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას ჩემი დაფასებისთვის,
მადლობას გიხდით თქვენს გულს და წეგან ვერ დავინახეთ და ჩემი არ ვიცი უსაყვარლესი ადამიანი ბატონ ტარიელ ხალხელაური მეუღლესთან ერთად ბატონ ტარიელ უდიდესი მადლობა საიდან დაჯერეთ მადლობა ბატონ მანჩარ მაჩაიძე არ ვიცი აი ერთი ბურთი გამაკლია და გეთამაშებით ბატონ მანჩარ მადლობას გიხდით მე რომ შემომიერთით და მოახერხეთ ეს ყველაფერი და კობა ბატონს ხედავ დარბაზში ჩემი უძვირფასესი არ ვიცი როგორ მოგესალმო ბატონ გენერალ ალბათ ასე უნდა მოგესალმო კობა კობალაძე საქართველოს ფედერალთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი კაცი მამულიშვილი კაცი რომელსაც სისხლი აქვს ჩადებული და დაღვრილი იმ ყველაფერში რაც ჩვენ აქ გავიარეთ და რაზეც ეს ციგნებია და ბატონ კობა ძალიან გაფასებ ვიცი თქვენ თქვენ დამოკიდებულება ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ გულს და მთელ სამსახურს იმ ყველაფრისთვის რასაც იმ ბიჭებისთვის აკეთებთ, რომლებიც თითქოს დავიწყებული იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ეს თქვენი სამსახური ძალიან დიდი დამსახურება და კობა კობალაძეს კიდევ ერთხელ მის გუნდთან ერთად მთელი ვეტერანების სახელით მადლობას გიხდი, ჩემო ბატონო კობა ასე გენერლით აღარ მოგმართავ ჩემს სამეგობრო წრეში ბრძანდებით და ყველას მინდა ეხლა მე ნელა დავინახავ ალბათ ვინ არიან აქ ჩემთან ერთად, რა თქმა უნდა ჩემი კოჩა გენაცვალე ინგა, შენც აქ ხარ, რა გინახე. მოკლედ, ეს იყო ის პატარა ფილმი, რომელშიც მე ვეცადე რომ ჩამეტია, უბრალოდ ჩემ მემონტაჟების ხედავ და რამასაც მივეცი ბესო ასე 3 დღიანი და 3 საათიანი ფილმი გამოგივა და ეგრე რა პუნქტია არ მინდა, რაღაც 1 საათი ავაწყოთ და ააწყეთ რაღაცა ფილმი, რომელიც აი ასეთი გამოვიდა. მე აქ მე მითხეს წიგნები დევს და გამაკეთებინეს აი ჩემო გოგოებმა მithos ლატარიის ბილეთები მომცეს სხვათა შორის არა როგორ მიხდრა პატარა საქველმოქმედო აქცია გააკეთო და ერთი ახალგაზრდა დედა ინგა აქ ახარ შენ ჩემი ინგა და ნინო სადა ხარ დინო უძველესი კითხულები წამოდეკით 1992 წლიდან რომ მომხვევიან მამის ბავშვები იყვნენ მაშინ ჩემთან ერთად ინგა კრივაძე და ჩემი ნინო ბარბაკაძე დღემდე თქვენ ბევრი არ გვესწრება ბევრი სამცხარი საქართველოში არ არის და აი დღემდე არ აცდენენ არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და მითხეს რომ ლატარიის ბილეთები გაათამაშეო და საქველმოქმედო აქცია ჩაატარეო ბაბი შენ ხარ თუ მე ჩვენი შენ გენაცო და ინგა მიცის ძალიან ბევრი საქველმოქმედო აქცია როგორც მისი პატრონაჟით მოვიფიქრეთ ერთი ესეთი რაღაცა რომ აი ეს ლატარიის ბილეთები გაყიდეო 20 ლარად თუ მიეციო თან წიგნები ამ 20 ლარშიო და თან ვინც გაიმარჯვებსო აი ეს ორი საჩუქარი გადაეციო იმასო და ამ ორ საჩუქარს დღეს ჩემ დაბადების დღეზე ამ ლატარიის ბილეთის პრობლემს გადა თუ ვინმეს უნდა და თუ არ უნდა არ დავაძალეთ სულ არის 20 წელი აზი არა ვარ რომელ 2 წელში დევს ეს ის რა ქვია ბილეთი მოგესალმებით ქალბატონო და ბატონებო ცოტა ძნელია ბატონ ბესარიონის მე ესეთი ფილმის მე საუბარი თან ესეთ უმაღლეს საზოგადოებაში აქ სულ ვარსკვლავები არიან ერთმა დამლოცოთ სულობა და დღევანდელ დღეს მოსულთვის დიდი მადლობა ბატონო ბესარიო ეს თქვენი ცხოვრება რომელიც თქვენ ვაჩვენეთ ეს პიარი არ არის ეს არის თქვენი ვარსკვლავური ცხოვრება და თქვენი მემატიანება ამ ქვეყანაზე რომელმაც ძალიან ბევრი ფაქტები შემოგვინახეთ და იმ ადამიანს კიდევ დიდი მადლობა მათემატიკაშიც რომ თქვენ არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე დიდი საქმეები ხონდა საკეთებელი და იმიტომაც დღესა აი ხარ შემოსახვეჭის პატრიოტები საქართველოს და კავშირის თავმჯდომარის ახალ მარკოიშვილის სახელით უფრო მოსული ვარ მოგილოცოთ დღევანდელს და პატარა სიმბოლური სამახსოვრო საჩუქარი მინდა გადმოცეთ აი ეს აი შენი სამახსოვრო ფუსკრიანი ვაშე მე ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი რა თქმა უნდა ჩემო ჯიფასო ჩემპიონსი ის რომ დღეს გაგიცანი მე შენ ბესოჩუბიძე მიუხედავად იმისა რომ 10 წელია გიცნო დღეს გაგიცანი კადრში არ მოახედრო უბრალოდ დიდი სიყვარული დაგიწყდა ალექს ახლა მოკლედ ჩემი ძალიან დიდი მადლობა აი ამ ლამაზი სიმბოლური საჩუქრისთვის რა მართლა ძალიან დიდი მადლობა უდიდესი მადლობა ესოშე უდაოდ ყველა ამ ქვეყნის შვილები ვარ და ყველა ცისქვეშ დავდივარ და ჩემი მშობლების მადლით და ღვთის მფარველობით. გაგვაძლია რომ მერთმა და უმთავრესი რაც მე დავინახე და რაც მე ამა არის რომ
კიდევ ერთხელ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს და იამაყოს იმით, რომ ჩვენი სამშობლოს მე საკუთრეები ვარ და არა სტუმრები. სტუმრები ვარ წუთი სოფლის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე კიდევ ერთხელ ესეთი სიმბოლური ჟესტი გამოვხატო პატივისცემას და დეპარტამენტის სამსახურის ჩვენი მთელი გუნდის პატივისცემას ვინცემ მსახურება იქ ბიჭებს ხერო მიყვარს ძალიან და მეც რომ მიყვარს ძალიან დიდი მადლობა. გიგლა ბატონი, რომელიც ფოთიდან ჩამომძანდა, გიგლა თურქია. კაცი, რომელიც იმ ფოლკლორულ ფესტივალს ემსახურება, მე რომ ძალიან მიყვარს ფოთში და სხვათა შორის გიგლა ბატონი მომძანდით თუ შეიძლება სცენაზე ამომძანდით და მინდა რომ მოგეფეროთ ყველას ბიჭებო, გოჩა, აგერ ჩემ ჩაკვეთაზე ჩემი სამეგრელო, ხო დამომძანდეთ რა ჩემთან ერთად დაიდარიქით სცენაზე და მინდა რომ მოგეფეროთ აუცილებლად, იმიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან ერთად მუშაობა იმ საქმისთვის, რა საქმესაც ვემსახურებთ. სანამ ბიჭები მამულები, კანტონშორენა არჯევანძე, მადლობა მინდა, მეგი, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მომძანებისთვის, იმიტომ რომ თქვენი სამსახურში ხართ, რა სამსახურსაც კულტურის მსახურება ქვია. მარტო მცხეთაში კი არა, მთელ საქართველოში და მადლობა ამისთვის. მადლობა კანტონ ლეილა ლეგაშვილს, რომელიც თელავიდან ჩამომძანდა და იმ საქმის მსახურებაშია, რა საქმესაც კიდევ ერთხელ ჩვენ აუცილებლად ვემსახურებით და მე სიტყვასაც მოგცემთ დიდი პატივისცემით. მახო, სათხარ კაცო, მახო, შენ მე სცენაზე გელოდებოდი და გამოუშვით შენ. გურამე გამოუშვით. გიგლა, ხო, მიკროფონი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, დიდი პატივია დღეს თქვენ წინაშე ისე წარდგენა ჩემი. მე მეაბაღებით თითოეულ თქვენთაგანი აქ ისეთ სახეებს ხედავთ და ისეთ პიროვნებებს, რომლებიც მართლაც რო საამაღლე არიან ჩვენი ქვეყნის. მე მინდა დევანელი დღე მივულოცო ჩვენს ძმას და მეგობარს, ჩვენს ბესოს, ისი განვლილი ცხოვრება ვნახეთ ჩვენ, საინტერესო ძალიან. ბევრი რამ ვიცოდეთ, ბევრი რამ კიდე ახალი შევიწყეთ და მინდა რომ მომავალი კიდე როგორც ებრაელებმა იციან 120 წელი ვიველოცოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების ბესოსთვის. ესო გენაცვალე დიდი მადლობა შენ მოწვევისათვის. დიდი მადლობა პირიქით ჩამოგზავნებისთვის ფოთიდან ამხელებისაზე. ჩემი მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, დიდი პატივია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სამეგრელო ზემოსვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის სახელით მინდა ურვესი მადლობა უთხრა პატორ ბესოს თანადგომისთვის. ჩვენთან დღე არ გადის, ნუ თვე არ გადის, 10 ჯერ მაინც ვარ ჩამოვიდნენ და რომელ გურიას მოვეფერები აქედან. გენაცვალე პატორ ბესო, დიდი სიყვარულით გილოცავ დღევანდელ დღეს და არ ჩვენ არ ჩამოვსულ არ ხერხარი, რომელსაც გადაგცემთ. მე მადლობა მინდა თქვენი სახით გაუგზავნო ჩვენს გიორგი მოიცით, ხო? ჩვენს რომეო გურიას და აგერ ბიჭები, ლევა პაპარაცობა როდისაკენ დაიწყება ხო? მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო რომეოს, იმიტომ რომ მართლა ის კაცია, რომელმაც გამოერთიანა თქვენთან დამაძმასაც, თქვენთან დამამებობრა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ყველაფერი. მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე გადაცემაში ვთქვი, რომ ის ხალხი, ვინც ამ საქმეს ეთქვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ მადლობა რომეო, სადაც ხარ თურქეთშია პოსტები, ეს უკვე გადავაიგეთ და თქვენ გადაც თელს სამეგრელოს ჩემს მადლობას რა თქმა უნდა და მე დავინახე აქ ჩემი იმერლები, ჩემი საყვარელი დედულეთი და ბატონი გიატვაცი და ჩემი ლევან როხვაძე და რა თქმა უნდა სცენაზე აუცილებლად გოჩა გუმზავნით. ფოლკლორის საერთაშორისო ორგანიზაცია სახელით ჩვენი სახელით ვიდა მოგილოცოთ დევანდელი დღე და ეს სტატუსი 50 წლის მოგილოცე და 25 წლიანი მრავალმხრივი გულწრფელი და თავადებული შემოქმედებითი ინოვაციების სასანიშნაო ზრმაპატივისცემა საქართველოს ცხოვრებაში შედარებით ფასდობითი პროექტის პილოტი. აი ამ ამაზე საჩუქრებს ძალიან ბედნიერი ვარ ასეთ ამას რომზე მასვესები. ხა აი რა ვიდეო ფილმში ფრაზა რომ თემური ამბობს ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ბესოს მაერე ადამიანები და ნამდვილად ღმერთმა უმრავლოს. აი ამას ერთად თხოვე რომ რავას ჯერნაშვილის სიკვდილეზე წავედით. სოსო ოქსატის სიკვდილეზე წავედით.
უანგაროთ ეს კაცი ემსახურება ამ ხელოვნებას ემსახურება ამ უნიკალურ სამყაროს ამიტომ სულ წარმატებული და ბედნიერი ყოფოს ეს ადამიანი. ედახტუშობელი ფარავდეს ბესოს მის ოჯახსა ძალიან დიდი მადლობა ჩემო გოჩი. მადლობა. ადონი გია კვაცირია ჩემი იმერელი გებრიელი ჩემი ადონოლევა მომძაფი ქუჩება ჩემო კარგია რომ გამარხანჯის გარეშე დაგინახე ერთხელ მაინც ავსტრიხით ჩემო ლევანდონო ჩემო კარგოც დიდი მადლობა თქვენ მოგესალმებით ყველას იმერეთი რაჯალეც უმფემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირი აი მე ნამდვილად ბედნიერი კაცი ვარ ბატონ ბესოს რო ვიცნობ ჩვენი ყველასი ვერჩი დგომი ადამიანი თავისი კაიკაცობით ქართველობით მე არ დავიწყებ ახლა იმაზე საუბარს ბესო ვიცით ყველამ როგორ ჩამოყალიბებული და სიყვარულის და გულის ადამიანი არის დღევანდელი კადრებმა ეს ყველაფერი ჩვენ დავუბრუნდით იმ წლებში ვინც ამას მოვესწარით და ვნახეთ და მინდა ბატონ ბესოს ყველაფრისათვის მადლობა იმერეთის სახელით და სულ შემოგებო ჩვენი თავი. ჩემი დედულეთია. ჩემო ძვირფასებო. როგორც თქვენ გიხარიათ, ისე მიხარია მე. თქვენ გენაცვალოთ. ჩემი სული და გული და ჩემი გუთაისი ამ წუთში თქვენთან არის. აი ჩემი ძმა ტარიელია და ბაბატიებს რომ ერთ მარტო ორი სტროფი გამახსენდა უცებ გოგის ალუფაზეს. კაცი უნდა იყო მაგარი სმადაც უნდა იყო ამწყარი არმის არ უნდა ანახო თვალზე მომდგარი ავდარი შენი სახკარი ხო გიყვარდეს ძმაკაცის სახკარი ჯერ მოითმინე იქონიე მოთმინება მერე მოუთმენად დაკარი ენას მარილი მოაყარე ცოტა პეტელე შაქარი გინდოდეს ცხოვრება კაცური არ გვინდა ცხოვრებას ვაგვარი აი ეს არის ჩემი ვაჟკაცი ყველანაირად სადაც ძალიან მიყვარდა. გაგიმარჯოთ. სიხარულის ამდგომა დაგიდგეთ ამ დღეებში. მადლობა ყველაფრისთვის შემონა, მადლობა შენ ბავშვებთან ურთიერთობისთვის და მართლა მადლობა იმისთვის, რომ აი ესე გიქცეულად ზევი ამ ბავშვს. ხო. მოგესალმებით. მოგილოცა ამადებისთვის. საოცარი უფლება გაქვს, ანაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და შენაი პატრიოტი და ადამიანები უწეველი მეგობრები გუნდაურის ხმაურები. თქვენი სახით შემონა, იმიტომ რომ გამომატანეს საჩუქარი, ჩემი ანსამბლი. მამულიშვილებმა გამოგატანეს ეს საჩუქარი, საინტერესოა. ვინის კოლექცია, ასმერის კოლექცია. ეს მოდი დაიდოს ბინა, სადაც სხვა ჩემი სასმელები ინახეთ. ძალიან დიდი მადლობა, ორიგინალური ყავი ყოველი შემონა და ორიგინალურად გააგრძელებ ცხოვრებას. მადლობა ძალიან დიდი. ჩემი დავითი, იმედიანი კაცი, ჩემი ხონელი ძმაკაცი და ანსამბლი იმედის ხელმძღვანელი, რომელიც ისე ცვალ ხოლმე ხო ეს? მასადრებით, ალბათონებო და ბატონებო დიდი სიყვარული და პატივისცემით მე მინდა ბატონ ბესოს მიულოცო 50 წლის იუბილე და უსურვო მომავალში კიდევ ერთი 50 წელი ჯანმრთელობა, სიკეთე, ბედნიერება და საუკეთესო წლები. მართლა ძალიან დიდი მადლობა შეხედავთ. მართლა ძალიან დიდი მადლობა. თუ შეიძლება ის ორი გამარჯვებული თუ აღმოჩნდა უკვე დარბაზში. ერთი ვინ არის, აბა? ვინ არის? ხალბატონები. ბატონი ტარიელი, ხალბატონი ინგა, აუცილებლად მომზადით. ჩემი ძალიან დასაფასებელი ადამიანი და მადლობა რომ ჩემს გვერდით ხართ დღეს და მადლობა რომ აი ესე მიგლამაზებთ ამ დღეს. ბატონი ტარიელი ხალხელა უკვე. მადლობა ჩემო. როგორც ოდვა კაცი, როცა დაბადების დღეს მოდი თავის ოჯახში ეხდეს. აქ რა წერია, იცი ბატონ ტარიელი? აქ ჩვენი ოჯახიაო, სადახარ? ჯავა, ხო ესა წერია, ჯავა მომართო. ამ სახში სიყვარულია, ხო ესა წერია? აი ეს არის ზუსტად. მეგრამ შემოგვეცე ნახატავ, როცა შენს დაბადების დღეს ელოცავს სწორად ვიცხოვრია. ძალიან სწორად.
ერთი კაცისთვის საკმაოდ ერთი წუთი სოფელისთვის საკმაოდ ბევრი რომ გავაკეთე. ეს არის ჩემთვის ბედნიერება რომ თუ ჩემთვის თავის უფროს მეგობრად. აუცილებლად. ძალიან მიყვარს. მრავალ გისურვებ, მრავალს დაესწრი. და კიდევ ერთი მე თვითონ პირადად გოგონოსის ერთად წლის ესე მოკლედ. თელ ოჯახს ძალიან გაფასებდა, აქ არის ქალტონმანმა ძალიან დიდი მადლობა ბევრი რამისთვის და ამ ოჯახს ძალიან ვესიყვარულები და ძალიან მეთბილება ესხავს. მადლობა ტარიელ ბატონო რომ მოხვედი და შეძელი დღეს აქ მოსვლა. ორი გამარჯვებული ქალტონი იუდითი და ქალტონი ინგა. ქალტონი ინგა და ქალტონი ხომარ ელოდებოდი პატრიში შემოგივლე. ხომარ ელოდებოდი თავსაჩუქრებს. ხო და დარკო კალენმა მოიგო. აუ, რა გამიწდებოდა კაცებს რომ მოეგოთ? დღეს კაცისგან ქალმა მიიღოს. ხო და აი ჩემგან მიიღეთ ეს საჩუქარი თქვენი მსახიობო საქმეში მიიღეთ მონაწილეობა, რაც მე უკვე დავაანონსე და ჩვენ აუცილებლად თქვენი სახელით რა თქმა უნდა ამას თქვენი სახელით აუცილებლად უღრმესი მადლობა ამ საჩუქრისთვის გილოცავ დღევანდელ დღეს შენს დაბადების დღეს და გილოცავ შენს მიერ დაწესებულ სიყვარულის დღეს ჩვენთვის ჩვენი ოჯახისთვის მართლა სიურპრიზი იყო დღევანდელი აი ეს ამ არაჩვეულებრივი ფილმის ბოლო აკორდი თუ შეიძლება ასე ვთქვათ ჩვენი სიმღერა გაჟღერდა უღრმესი მადლობა ამისთვის და მე მეგონა რომ გიცნობდი ძალიან კარგად მაგრამ შემსთავრა ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე აი ამ ფილმის ყურების შემდეგ შენს შესახებ შენ ყოფილხარ ადამიანი მართლა სამაგალითო კი პიროვნება მართლა ქართველი ვაჟკაცი სამაგალითო ადამიანი რომელსაც უსასრულოდ უყვარს თავისი სამშობლო ოჯახი უყვარს მეგობრები უყვარს ხელოვანი ხალხი და მე ასე ვთქვათ ამ ხელოვანი ადამიანების სახელით უღრმეს მადლობას გეტყვი აი შენი დიდი ღვაწლისთვის რაც კი გაგიკეთებიან ჩვენთვის მადლობა ჩვენი ოჯახისთვის ამ ორი კაცისთვის მადლობა შენ ბატონი დავითი და ბატონი გიგი გეგელაშვილი და დათო გეგელაშვილი ჩემი მეგობრები ჩემი ძმაკაცები და შენი მადლობა გაიხარე და დიდხანს იცოცხლე მადლობა ჩვენი ქვეყნის საკეთებ ეს ჩვენი პატარა საჩუქარი შენ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მისაღები Wow, eso. Chanto sakete. Ramamasita, Ralakelinzea, imiton rondres besos, dabadebistrea. Potitlis gaufte, potitlis. Argita no maukite. ძალიან დიდი მადლობა ჩემი მეგობარი მირანდა ძალიან დიდი მადლობა 50-იან მე გამეხარდა 5 წლის არის მე ძალიან ბედნიერი ვარ დღეს გულწრფელად მინდა გითხრათ რომ ჩვენი უსაყვარლესი ბესო ჩუბიგიძის დაბადების დღეს ვესწრებ ეს არ არის მარტო დაბადების დღე ეს არის იუბილე არა მარტო 50 წლის თავისუფლი ნახევარსამყურისა რომელიც ბესოს მხრებზე აწერს არამედ ჩვენ აგვიხილეთ ყველა საქართველოს ისტორია ბოლო 30 წლის განმავლობაში მე მგონი ცოტა უფრო დიდი ხნის განმავლობაშიც კი არამც თუ 3 ათეულის და მე როგორც ფილოლოგმა, როგორც ლიტერატორმა და როგორც აი ამ ქვეყნის შვილმა მინდა გულწრფელი სიყვარული გამოვხატო, აღტაცება გამოვხატო ბატონი ბესოს მიმართ, რომელსაც მე ვიცნობ ეს საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, არხებიდან მისი მოღვაწეობით, ბოლო დროს ჩვენ დავმეგობრდით რა გადაცემიდან თქვა? რატომაც არა, მე ვამაყობ მაგადაცემი, სამოსაური გადაცემა მომზადებული ქართულ სტალინზე და იმ სტალინის ფენომენის გამორკვევის დროს გავიცანით ბატონი იუდითი და მისი ოჯახი. ასე რომ ჩემთვის ამაყო და ჩემთვის არანაკლებ ამაყოა ბატონი ბესოს გაცნობა, იმიტომ რომ ყოველთვის
ყოველთვის ვიყავი მისი თაყვანისმცემელი. მე ვგრძნობდი რომ ის იყო არაჩვეულებრივი ქართველი და ჩვენთვის თითოეული მათგანისათვის ასეთი ქართველები თითზე ჩამოსათვლელი საბედნიეროდ საქართველოში არ არიან, მაგრამ ვინც არიან მართლაც ხელიხელს აგოგმანებლები არიან და მით უმეტეს ისეთი არ არის დამეტანი, მით უმეტეს ისეთი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ისეთი ალალი გულწრფელი და თავდადებული საქმიანობის გამო, რომელიც ბატონ ბესოს ახასიათებდა. გაცნობამდეც კი თქვა მივეფერო მას და მიულოცო დღევანდელი დღე. მადლობა ამ აქციაში მონაწილეობისთვის და ეს ჩვენი პატარა საჩუქარი და გამარჯვება. ხო. ლეგენდა კაცი ხარ, ლეგენდარული ფესტივალის დამფუძნებელი, ლეგენდა საქართველოზე მარტვილიდან დაიწყო მეგრელი კაცია ჩემო ჩამოვიდა მთელ საქართველოში. ჩემო გილოსა იუბილეს მადლობა სიყვარულის დღისათვის, მადლობა ძმობისათვის, მეგობრობისათვის და დიდი საქმისათვის, რასაც ემსახურები. ყველას გილოცავთ რომ აი ასეთი მეგობარი გყავთ გვერდით. და თუ შეიძლება ეს მიკროფონი მოთხოვეთ. ისა? დიახ. ეს არ ვარგა? კაი. კაცი ქართველი თუ არის იტყვის ვით მგზავრი გზაზე და სამშობლო როგორც უფალი ერთი აქვეყანაზე და ერია ბიჭებო ერიო არ გავახაროთ ერიო ისოდეს საქართველოში სიმღერას საიბერიო. დღეს ის მონოლოგი, რომელიც ბესომ თავის ფილმს დაადო, ალბათ ერთი მართლაც საოცარი ნოველა იყო. ნაწარმოები და ერი იდეოლოგიურად გმირებს ქმნიდა ხოლმე და ფაქტიურად ეს ბიჭი სახეზია, ვისაც უნდა მიბაძო და ვისაც ვის ცხოვრებაც უნდა აჩვენო მომავალ თაობას. აღფრთოვანებული ვარ, ვიტირე, ემოციებში ვარ. მით უმეტეს ბოდიში უნდა ჩაგერთო შენ თეიმურაზ ციკლაურის დიდ სიხარულში ძალიან შენობით მომმართავ ბოდიში გეხვეწები, ხო? ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვის 2000 წელი გამახსენდა გეხვეწები არ მახსოვს შეიძლება 17 თუ არა დიდი კონცერტი რო ჩავატარეთ როდის არა მინის შემდეგ თემურის სოლო კონცერტი იუბილე რო ჩავატარეთ ეს იყო ის რაც თემოს სიცოცხლის განხორციელებისთვის ძალიან საჭირო იყო და თემოს მეტგრადყოფისთვის და ამისთვის მეგობაში გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს მართლაც სიყვარულის დღეა და მე ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი წამალი ადამიანების ურთიერთობაში არის სიყვარულის ნიჭი ვისაც ეს ნიჭი გააჩნია არის კიდეც აქ იმიტომ რომ ეს ნიჭი არის ამის მაგალითი დიდი მადლობა ბესო აი იმ ფილმისთვის იმ ისტორიისთვის შენ ახარ ღიმილის ბიჭი ვიზედაც რეჟისორი რო იყო ფილმს გადავიღებდი მიყვარ ხარ თელი კახეთით გეფერე მადლობა ქალბატონო ისა რა ქვია ლეილა თქვენ თელაველი ხართ ხვალ გურჯაანის სტუმრები ვართ და ხო არ გეწყინებათ არა ხო ეგენი ხო იცი რომ ვიცი რა საიტად როგორ ქალბატონი შორენა არჯევანი და ჩემი მეგობარი ადამიანი რომელიც რომელიც მე გვერდში მიდგას აგერ უკვე ამდენი ხანია და ქალბატონ შორენა მინდა რომ მოგეფერო დიდი პატივისცემა გამოხატო მთელი თქვენი გუნდის მიმართ და იცით თქვენ მე როგორ გაფასებთ და ორი სიტყვით მინდა თქვენ თქვათ რამე ბესო ჩემო კარგო შენმა აი თუნდაც ამ დავარქვათ ფილმა ისაუბრა და ყველაფერი ალბათ კარგი იქნება, როდესაც ადამიანი არის პიროვნულად კარგი. შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ის სენტიმენტები დავყვებოდა ამ ყველაფერს. და სენტიმენტები მერწმუნე დაბადების დღის თანხმდებია.
სხვა ის მინორი არ გვიდა, სულ ეს მაჟორულად და მაგრად გეცხოვროს. კარგად იყავი შენ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თავისი ის აქვს, მაინც მუღამი თავის სენტიმენტებსაც. აი ეგ დღის პირველ ნახევარშია ხოლმე დაბადების დღის, შემდეგ ეხლა ეგენის ასწავლი მაგ დავაჯდები და დავასრულე. ღმერთმა გაგიმარჯოს. 120 არ დამილო. მადლობა შევრენა შენ მეგობრობით. მართლა ძალიან დიდი მადლობა. გულე შენს გვერდით ყოფა. და ჩემი ნათია მეთოდიშვილი, რომელიც არანაკლები ჩემზე დამფასებელია იმ ხალხის, ვინც ოდი რა ნათია ვიტყვირო სამწუხაროდ გვერდით არ არის უკვე. სამწუხაროდ კი, მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკური არის. ფიზიკური, სულიერად, ფსიქოლოგიური ხალხი და შენ მე როგორ უნდა გასწავლო? ვიცით რომ ყოველთვის ხვედავენ, გუგზნობენ და მადლობა მათ აქედან ჩვენი მხრიდან ძალიან მოგზალებით. დიდი პატივისცემა. რაც შეეხება ბესოს მადლობა ცოტა ისეთი სიტყვაა, მაგრამ მე მადლობის სრული სიღრმისეული გაგებით კეცვიხრი პერსონა ბესოს მიმართ და რა თქმა უნდა აი ამ ფილმის შემდეგ კიდევ ბევრ რამეს მივხვდი, ღრმად გავაანალიზე და მართლაც სრულფასოვნად მადლობა მას. მადლობა თქვენ. მადლობა ბესოს მშობლებს. აი ამ ხელა უდიდესი გენის ზეიმისთვის. მადლობთ. დიდი მადლობა, იმიტომ დღეს ისინი არ გვესწრებიან, როგორც ხუებს ხოთა შორის ვირუსები, რაღაცები, ყველაფერი მოგისალმე. ჯანმრთელობა ქალბატონ მაყვალა. მაგაზე უკეთესი არაფერი და ყველას. დიდი მოგკითხვა ლერიმ და მაყვალამ გამომაგზავნეს, გამომატანეს. დიდი მადლობა. მადლობა ნათია კიდევ ერთხელ შენი მხალხის მსახურებისთვის, რომლებიც აი ჩვენ ძალიან გვიყვარს. პატარა ლიზი ყავს ახლა მე გვერდით, ქალბატონი, რომელსაც სათქმელი აქვს რაღაცა და მოდი აი მიკროფონთან დამიდექი. სხვაშორის ისიც რა კარგად ვღერის, მაგრამ არა სიმღერით არ მომცავ დღეს მე ზუსტად ვიცი ხო? აქ რაღაცა დიპლომი გაქვს შენ, რომელიც მინდა რომ შენ წაიკითხო. ჯერ დაბადების დღეს მოგილოცა. სიყვარულის დღეს, მინდა რომ სულ ისეთი პატრიოტი იყოთ, როგორც ახლა ხართ და მთელი ცხოვრება პატრიოტობაში გაგეტარებინათ. 12 წლის ხარ რამდენი? 11 წლის ბავშვმა რომ სიტყვა პატრიოტის მნიშვნელობა იცის, ეს უკვე ტაშის დასაყრელია ხალხები დაუსწავლეთ. ეს რა? ლიზი. თქვენი პატრიოტობისთვის მე გადმოგეცით სიგელი საქართველოს თავდადებული პატრიოტი. საქართველოს პატრიოტობისთვის ბესო ჩუბინიძეს. ძალიან კარგი გოგო ხარ და ძალიან მიყვარხარ და შენ თელ ოჯახს რო ვაფასებ, ეს შენ ძალიან კარგად იცი და ღმერთმა უმრავლეს საქართველოს შენისთან და შვილები და მე ვეტყვი იმ ოჯახებს, სადაც შენისთან და შვილები იზრდებიან. მამიკო აქ არის ვიცი, ეგერო პაპარაცობს იქ ხო? ძალიან დიდი მადლობა ლის. ელენე ტალაბაძე, რომელიც ძალიან მიყვარს და ბავშვი იყო, პირველად რომ სცენაზე ვნახე. ელენე, გთხოვ. მოგესალმებით, თქვენს გილოცავ დაბადების დღეს და ჩემი თავიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ აი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ისტორია და ის რაც სკოლებმა, უნივერსიტეტებმა წლების განმავლობაში ვერ შეძლოს, რომ აი თქვათ ბავშვისთვის საბაზისო ცოდნა მაინც მიიღოთ ისტორიაზე, ეს ყველაფერი ამ ადამიანმა 60 წუთში შეძლო და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფერს. ამაზე დიდი კომპლიმენტი, მე არ მომისმენთ ხალხო, შენ თუ ამ ფილმს უყურე, ეს 60 წუთი თავიდან ბოლომდე, აი მაგიტომ თქვი ეგ, რაც შენ თქვი და ჩათვალე რომ ეს ჩემთვის უდიდესი мотиваცია, იმიტომ რომ მიზანი მაქვს მხოლოდ ერთი. ბავშვენმა და ჯენზი თუ რა ქვია თქვენ? ჯენზი, ნეტა გამაგებინე ჯენზი რა არის აფერამი. ძალიან დიდი მადლობა შენს დედიკოს და შენს ამიკოს ასეთი კარგი რო გყავხარ და დარბაზში დარბაზში კი რაგერ უკვე ვხედავ ეს სულხან ბატონო, ეს ყველაშორის მე იქ ორი კადრი განახეთ თქვენ კლინიკაში რომ მოვხვდი, ბევრი მიზეზის გამო მომიწია, კლინიკაში მოხვედრა და ეს მოგეხსენებათ რამძიმე ამბავია ადამიანისთვის, რომელიც ჯანმრთელ ცხოვრებას არის მიჩეული. არ ვეწევი, არ სვავ, კაცებში არ დავდივარ, არ ვიკეთებ, მეტი რა გავაკეთო, ხო ცხოვრებაში მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებ და მეგონა რომ ჯანმრთელი ვიყავი და ამ დროს აღმოჩნდა რომ თლად ესეც არ არის, იქ ხერხემლის ოპერაცია დამჭირდა, იქ ის დამჭირდა, რა ქვია, ნაღლის გულმონაღლოკაციო იქ რა და ხო, სულხანი ბატონი იყო ვივა მეჩი პირველი ადამიანი ვეტერანთა დეპარტამენტიდან, რომელმაც მე მომხედა და რომელმაც ის რაზეც სხვათა შორის მე ყობას მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს სახით. სულხან ბატონმა მომიგვარა ყველაფერი ის, რაც ჩემ ჯანმრთელობას ჭირდებოდა და სულხან ბატონ რო არ მოგცე სიტყვა არ ვიქნები ჩემთან თავთან მართან. მოგესალმებით ყველას, მივესალმები რა თქმა უნდა ბატონ ბესოს მიულოცავ დაბადების დღეს. პირველ რიგში მადლობა იმისათვის, რომ ასეთი საოცარი ფილმი, ასეთი საოცარი ჩვენება, ვანახეთ ეს თქვენი დავლილი ცხოვრების რაღაც გარკვეული ეტაპი, თუმცა თქვენ ცხოვრებას აქ რა ჩატევდა. პატარა ბიჭი ადამიანი, რომელმაც
აფხაზეთის ომში თავის შესწირვის მიზნით მზად იყო გულმკერდი შეუშვიდა მტრის ტყვიას არ დაუგლია არაფერი მას და დღესაც იგრძვის იმ ველზე რასაც ქვია გამარჯვება და საქართველოს გამოყვანა ამ დიდი ჭაობიდან. მადლობა ბატონო ბესო. სულხან ბატონო, მადლობა და სხვათა შორის რამდენადაც ვიცი ძალიან ძვირფასი კაცი ვარ მეორე და მესამე მალას შორის, ხო? რა ჩამიტკით ამისთან რომ ესე შემაფასეს აეროპორტში. შედეგი ხო არ გიქ? კი, რას ლაპარაკობ? ერთ-ერთი ჩხუბი იყო იმის შემდეგ და მადლობა ყველაფერსა და გულოცავ კიდევ შემოძვირფასო მეგობრებო საქართველოს აი ასეთი პატრიოტი ეროვნული გებრილი ქართველი ქვეყანაში არსებობს და მის ნაკვალევზე ესეთი ახალგაზრდები პატარა გოგობიჩებსაც აგროვებენ ეს არის მაგალითი და მადლობა თითოეულ შობელს რომ მოიყვანეს ბატონი ბესოს იუბილეზე და ანახებენ იმ ეროვნულ ღირებულ ქართველი კაცის შეფასებას წარმოადგენს და დაფასებას. მნიშვნელოვანია ბავშვები ვახსენებთ. გასაკვირველია. დიდი მადლობა ამ პატარა გოგონებს და თითოეულ. დიდი მადლობა თქვენ. არ შემიძლია მე სცენაზე რომ არ მოვიწევ ბატონო სულხან ჩვენი დასაფასებელი და ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც მე ძალიან ბევრჯერ ვახსენე მის მამასთან ურთიერთობა და თოთ დასაწყებებო და სულხან ბატონო ძალიან დიდი მადლობა. და სანამ ბატონი კონსტანტინე ამობრძანდება, ქალბატონო ინგა ჩემო ქალბატონო მოვძანდით ქალბატონო ნინო დამიდექით გვერდით რომ ბატონ კონსტანტინეს სვათქმევიდოთ ორი სიტყვა რა ბატონ კონსტანტინეს სვათქმევიდოთ და ბატონ კონსტანტინე ჯერ ძალიან დიდი მადლობა რომ მართლა საფრანგეთში მეგონეთ და მე მგონი ახალი ჩამოსული ხართ ხო მადლობა რომ შეწუხდით და ესე დამაფასეთ და მოხვედით აი პატარა 50 წლის იუბილეს მოგესალმებით ბესო მე მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება ძალიან საინტერესო ფილმი ვნახეთ. ეს მხოლოდ ბიოგრაფია არ იყო ჩემის აზრით, ადამიანის ძალიან საინტერესო ბიოგრაფია, საინტერესო მომენტებით, არამედ ეს იყო კიდევ მისი ძიება და მე დავსვი კითხვა, რისი ძიება არის ამ ფილმში წარმოდგენილი და მე ასეთი პასუხი მაქვს. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა. კერძოდ ეს არის ახალი ეროვნულ სახელმწიფოებრივი ეთიკის ძიება. ახალი ეროვნულ სახელმწიფოებრივი ეთიკა ეს რა თქმა უნდა 1 და 2 დღეში ან თუნდაც 1 და 2 წელიწადში ვერ ჩამოყალიბდებოდა. მე პირადად ვთვლი რომ ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ახალ ეთიკას ზვიადი და მერაბი თავიანთი ცხოვრებით ახორციელებდნენ. თუმცა ბევრი ადამიანი, ბევრი ჩვენგანი არ დაფიქრებულა როგორ ვთქვათ სისტემაში როგორ მოექცეოდა ეს როგორი სახე ექნებოდა ამას თუ კი ამას ჩამოვაყალიბებდით მაგრამ დღეს რაღაცნაირად უფრო მიუახლოვდით ამ ყველაფერს უფრო მიუახლოვდით და მე რასაც თქვენში ვხედავ აი არის ის რომ თქვენ გინდათ აი ეს რაღაცნაირად უფრო გამოყვეთოთ და უფრო მეტად აი ცნებები აზრისმიერი რაღაცნაირი სამოსი შევძინოთ ამას. აი თითქოს ეს როგორ მიხარია ხო მაგას რომ იცი სწორად გაგებული იყო. დიახ და ზოგადად რა არის ეს არის ჩემის აზრით აი მე თუ ვიტყვი როგორია ეს არის ინდივიდუალიზმი რა თქმა უნდა მაგრამ ეს არ არის მე ვარ და ჩემი ნაბადია ეს ინდივიდუალიზმი არამედ ეს არის შემოქმედებითი და მორალური ინდივიდუალიზმი როდესაც აი ეს ადამიანი თქვა ამ ინდივიდუალიზმის განმახორციელებელი ფიქრობს თავის თვისტომზე, თანამოძმეზე, როგორ მოახერხოს მასთან თანაარსებობას და თანამშრომლობას. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ მე მინდა დღეს მოგილოცოთ თქვენ დაბადების დღე. გისურვოთ წარმატება და შემოქმედებითი ენერგია აღმაფრენა მრავალჟამიერი. დიდი მადლობა ბატონო კონსტანტინე მართლა დაფასებისთვის და მოგზაურობისთვის ძალიან გაფასებთ ეს ოჯახს ყოველფეროვი დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. ინგა რამდენი წელია გიცნობ გაფიცებ აი ზუსტად მაგით მინდა დავიწყო რომ 26 წელია ზუსტად რაც მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ 26 წლის წინ ძალიან პატარა გოგომ შევაღე ჟურნალ ვარსკვლავების რედაქციის კარი როგორც მკითხველმა და მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი რომ ერთ-ერთი ბესოს თანაგუნდელი გავხდებოდი. ერთი პერიოდი რედაქტორიც თავი რედაქტორის მოადგილე. შაებში ხოდი ზოგზოგიერი. კი, ცოტა ბევრი რაღაც სახალისო ამბებიც გვახსოვს და არც თუ სახალისოები.
და აქ სიუჟეტში იყო ესეთი რამ ნათქვამი, რომ მართლა მე ვარ იმის მოწმე და ერთ-ერთი თანაგუნდელი, რომ მართლა ძალიან ბევრ ადამიანს დახმარებია. მაშინ მიგვერდა, მართლა გულწრფელად ძალიან მიგვერდა, რომ სადაა ასეთ პატარა ბიჭს, რამდენი ძალა, ენერგია, რომ აი ქუჩაში ისდიოს ვიღაცა სახლში მიუვარდეს, საოცრებებს ჩადიოდა. მაგრამ ამის გარდა დასაფასებელია ისიც, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას გზა გაუხსნა მომავლისკენ. ერთ-ერთი მე ვარ. მე დღეს წამოვიყოლე, ჩემ უკვე სულ სხვა გზას ვადგავ, რა თქმა უნდა და წამოვიდე ჩემი მოსწავლეები. ანუ ბესო რამდენიმე წლის წინ ჩვენი სტუმარიც იყო ჩვენ სკოლაში, ზუსტად 15 აპრილს და ჩემმა მოსწავლეებმა დღეს დამაბარეს ძალიან დიდი მოგითხვა, დიდი მილოცვები და ის საჩუქარი, რომელიც მე და ნინომ დღეს მოგართვით, ნინო ბარბაკაძე ასევე ჩემი აი ხო გეუბნები მასწავლების თანმდევი თანავარსკვლავედი. 14 წელს ვიყავი, დედამ მიმიყვანა ბესოს რედაქციაში პირველად. და იმის მერე კონკურსი გაიმარჯვე რამეში? ფოტო დაბადების დღე მიულოცე ჩემს. ესეთი გვერდი არსებობდა და იმის მერე აგერ უკვე ნახე 25 წელზე მეტია, ბესო არის ჩემთვის სამაგალითო მეუღლე, მამა, მეგობარი და აგერ უკვე 26 წელია ჩემთვის სამაგალითო ადამიანია, გილოცავ ბესო. დიდი მადლობა. მრავალი წელი მოგველოცოს, ჯანმრთელად იყავი და ბედნიერია და ჩვენ და საიმედო აკეთე კეთილი საქმეები. მეოცნებად ხომ არ გეცნო ის რაღაცები ფრაზები? კი, ძალიან ბევრი. აი და სახელები აღარ დავახსენე. აი ეს პატარა ანგელოზი გოგონა, რომელიც 16 წლის არის, ჩემთვის ყოველთვის 16 წლის იქნება, იმიტომ მე მგონი 16 წლის იყო რო გავიცანი. ძალიან დიდი ხნის წინ ჩემონატალი მე რო ფიქრობ ხოლმე იმდენ ცხოვრება გამოვიართ მე-4 საუკუნე ერთად მოვდივარ შენ ხარ მეგობრობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მადლობა შენ რომ გვერდში მიდგენ ხარ ყველა ფილოსოფოსი ხარ დედას მივწევი რომ მართლა იმიტომ რომ ჩვენ რო შევხატრებს ვაწყობთ ხოლმე ერთმანეთთან აი ეს ადამიანია რომელიც მე ძალიან მიყვარს და დიდი მადლობა შენი მეგობრობისთვის რაც 25 წლის წინ დავიწყეთ და შემდეგ 25 წელს გაგრძელდა ხო აი, რას ყოფილა? ეს არ ვიცი. მე დამოუკიდებლად გავიგე. რას არ გაიგე? ესე იგი, ბესო პირიქით, მადლობა უნდა გადაგიხადო ამ მეგობრობისთვის, ამ საოცარი პერიოდისთვის, რაც ერთად გავიარეთ და გილოცავ ამ ნახევარ საუკუნეს, ამ ნაყოფიერად გავლილ წლებს. მართლაც 25 წელია, აი ზუსტად ახლა დღეს ვიხსენებდით, ერთად მოვდივართ თითქმის ყველა მისი შრომა, გადადგმული ნაბიჯი ვიცი, როგორი ძალისხმევა, როგორი ენერგიას ხარჯავს და მართლა ალბათ დამეთანხმებით ყველას გიგზნიათ, რას ნიშნავს ზოგჯერ ყავდეთ მეგობრებში არაჩვეულებრივი ადამიანი, როგორი გადამდებია ეს ენერგია, როგორი პოზიტივი მოდის, როგორ გავალდებულებს შენც რომ იყო არაჩვეულებრივი ასეთ დროს და როგორ მოითხოვს საკუთარი გადმომდე ეგ ემოცია პირიქით და ჯერ კიდევ პატარა ბიჭი წავიდა აფხაზეთის ომში და დაბრუნდა დაუდგა ნიჭიერ ადამიანებს გვერდში მუშუქობის ბნელ პერიოდში გამოანათა უაღრესად ბევრი ადამიანის ნიჭმა და ეხლაც ესეც ძალიან სასარგებლო საქმეს რო აკეთებს ამ ჩვენ ვარსკვლავებს უდგას გვერდით და აი ამ სიჭარმაგეს ულამაზებს ეს არის ძალიან დასაფასებელი და მე არ ვიცი მთელი გულით გისურვებ იყო ესე მხნეთ ესე თამამად და ისეთი არაჩვეულებრივი ორგანიზატორობის უნარი გაქვს, რომ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მართვის სათავეშიც უნდა იყო და რაღაც განსაკუთრებული კვალიტეტო, არა, ნამდვილად ესე არის. მე ასე მგონია, რომ ამ უნარს ჩვენზეც წელა რო თქვი სამჯერ ჩავიხედე იმაში და ნეტა არ ჩამეხედა იქ სადაც ჩავიხედე სამჯერ იმაში და თქვი. მართლა ძალიან დიდი მადლობა. კარგი გოგო ხარ, ძალიან მიყვარს. ძალიან დიდი მადლობა და კაპტონანა, ციცაძე, თუ შეიძლება. ეხლა მე რაღაცას ხედავ აქ რა არის ეს საბა? ზუსტად ვიცოდი დღევანდელი დღის თემატიკა სხვა რა იქნებოდა თუ არა პატრიოტიზმი. ამიტომ, როდესაც ამას დაგიდებ, აქ არის ისტორიული კადრებიდან შენი. მე ვარ სურათი. აფხაზეთის ომში შენი ფოტო, რომელიც რა თქმა უნდა აფხაზეთს შეესაბამება. კაში უნდა ამას, მასა უნდა, აი. ეს ჩვენი 9 აპრილის მემორიალთან. შემოგეც. ეგურია. Старикам везде у нас почет. Старикам везде у нас почет. Ამიტომ სამოვედი უკითხავ. ესე იგი ყველას გილოცავთ ბესოს დაბადების დღეს და
გისურვებთ ყველა ჯანმრთელობას ამ შენიანა და ყველას გილოცავ და მინდა კიდე აღვნიშნო რომ აპრილში ბევრი რამე მოხდა ხო ვიცით აპრილი რა კარგიც და ცუდიც და ყველაზე ცუდი ქეითით რა მოხდა 9 აპრილს და ასე შემდეგ მაგრამ ვაფშე რაც 26 აპრილს გვაქვს რა ვიცი მე გაგარინის მახსოვს 12 აპრილს გავხსნა ისიც მახსოვს რომ მე დავიბადე ხაშურში შეცვალე კი ბატონო კი მართალია გავიზარდე გურიაში მაგრამ ხაშურში დავიბადე იმიტომ რომ 51 წელი იყო მაშინ დავიბადე ახალი დაწყებული ომი იყო ხო და ჩვენ გურიაში რო ცხოვრობდით რომელ ომზეა საუბარი უკაცრავად პირველზე არა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა და მასა კი არ ვარ მე ამერიკაში ხო და იმიტომ დავიბადე ხაშურში რომ მამაჩემმა დედაჩემი გაგზავნა იქა თავის დასთან იქ იმშობიარეო იმიტომ რომ თურქეთი იყო და იმის რა ქვია უნდა მოკავშირე იყო რა მოკლედ ჰიტლერის უნდა შემოსული იყო ბათუმში ხო და ამიტომ გამგზავნა იქაო ცოტა ბოშორები ხო და ის დავაბადე დაიბადა ასე ვარ მართლა საოცარი ბიჭის დაბადების დღეა რომელმაც თითოეულ ჩვენგანს აჩუქა სიყვარული აჩუქა აპრილის 15-ში შუა გაზაფხულზე ყველაზე აი ესეთ შუა დღეზე დაბადებულიც ყოფილა 15 საათსა და 15 წუთზე ადამიანი რომელმაც ყველა კატაკლიზმა გაიარა რაც მის ასაკს შეეფერებოდა თუ არ შეეფერებოდა რაც შეეხება აფხაზეთის ომს ჩვენ ექიმები ზუსტად იმომში ვიყავით და ზუსტად ისიც ვიცი თუ რა შეიძლებოდა რომ გადაეტანა 17 წლის ბიჭს აქ აღნიშნა რომ დათო არისო ჩემი მეგობარი თავისი ოჯახითო დათო ჩემი უახლოესი მეგობარია და ახლავე ვეუბნები რომ გაისად მის დაბადების დღეს მე და შენი მეგობრობის 30 წლის იუბილეც აქ აღნიშნოთ შეხარ ჩემთვის მისაბაძი ადამიანი ხო მისაბაძი ბიჭი შენი შვილი არის ჩემი ფავორიტი და თითოეულმა ქართველმა რომ შენაერი შვილი გაზარდოს ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით ემიგრანტი არის არა ემიგრანტი არ იყოს და შენ თქვი რომ კიდევ იმ აგრესიას ვებრძვითო მოსემ 40 წელი ატარა უდაბნოში ებრაელი ერი რომ შემდგომ ისინი აი ესე ყოფილიყვნენ როგორც არიან და ალბათ 4 წელი დაგჭა 40 წამდე და 40 წელი რომ გაივლის ჩვენზე ბედნიერი ერი არ იქნება აგერმე და აგერშენ ძალიან დიდი მადლობა ნანა ქართულ მარნა თუ შეიძლება უცბად მომწადე და მე ქართულ იასხედავ ჩემი ზურა ვადაჭკორიას მეუღლეს და ძალიან დიდი მადლობა რომ შეძენი და მოხვედი იმიტომ რომ ზურა იცი შენ ჩემთვის რა იყოია და როგორ ვაფასებთ ერთმანეთს კაცობის ვაჟკაცობის მეხანოეობის თბილისელობის და კაი ბიჭობის და კაი მეგობრობის თამდე ჩემთვის დოდოაბაშიძეც იყო ზურა ვადაჭკორია და აი ყოფტები არის თმაც მინდა ყველა ერთად იმიტომ იყო ჩემი ძმაკაც და იმიტომ ვიყავი მე მისი ძმაკაც და მადლობა შენ და შენს ოჯახს რომ აი ეს საშუალება მომეცა მე და მადლობა ილაშენ აუცილებლად უნდა გადამეხადა ამისთვის ყურადღებით მოგესალმებით სრულიად მომწრფელი ვარ და არ შემიძლია უბრალოდ სიტყვა რომ არ გითხრათ აქ ბევრი საინტერესო ადამიანი ვნახეთ თქვენი თანამებრძოლები, მეგობრები, ნაცნობები, კოლეგები და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვარ ადამიანი, უბრალოდ მსმენელი, რომელიც შორიდან გეტრფით, გაყვირდებათ, გსწავლობთ, მოწონხართ და ასე შემდეგ. მე ყველაფერს ვიხმარე ჩემი მეგობრის ინგას მეშვეობით, რომ თქვენ პირადად გამეცანით დღეს. აღარ მოყვები ხა იმან როგორ ხო ეს არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვარ ძალიან ბედნიერი თქვენ რომ არსებობთ მე მიხარია დღევანდელი დღე თქვენი დაბადების დღე მე მიხარია ის რომ თქვენ შეძენით ჩვენთვის ნამდვილად გეჩუქებინათ ყველასათვის სიყვარულის დღე ყველასათვის საყვარელი და სამახსოვრო დღე და მადლობა ყველაფრისათვის თქვენ და ორი სიტყვით მინდა გითხრათ მადლობა რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა თქვენ გაჩვით ამ ქვეყანას ძალიან დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ერთ რაღაცას ვიტყვი მარტო გუშინ მე და ბესო რო შევხვდით მითხრა ხვალ 50 წლის ვხდებიო რაღაცა სიდერე მეპარება მე მგონიო და ბესო მინდა გითხრა რომ სანამ
დედა ცოცხალი ყავს, სანამ მამა ცოცხალი ყავს, სანამ მე ყავ ცოცხალი, აი შენ სულ ბავშვი იქნები და სულ ახალგაზრდა იქნები. გილოცავ ხევანდელ დღეს და ძალიან უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ აი ამ ხელას სიყვარული გამოხატეს ადამიანებმა შენს მიმართ და ჩემთვის ის 8 წლის ბესო ხარ, ცელკი, საშივა ცელკი რო ვერ გააჩერებდი ერთ ადგილას. მე ხას ვერ ჩერდები. გენაცვალე. ძალიან მიყვარხარ მთელი ოჯახი და ძალიან დიდი მადლობა იმ 1984 წლისთვის და მე ბატონი ბიძინა მინდა მოვიხმო სცენაზე, ოღონდ ის ბიძინა არა კაცო. აი კი იქნებოდა ის ბიძინაც მომეხმო, მაგრამ ბატონო ბიძინა მახარაძე, თქვენ მართალია ერთობით და ბატონო ბიძინა თუ შეიძლება რომ დაგვიშვენოთ გვერდი და მე ვერც გავდედავდეთ თქმას, გზავნე მადლობა თქვენ დღევანდელი დღისთვის. ბევრი ბესოჩებინიძე მინდა რომ საქართველოს ყავს. ეს რაუსურვე იმ ექსპერიმენტებს კაცო, მაგისდებიან სულ ერთ წლის მიტანენ და ეხა. ბიძინა მე მოხარული ვარ რომ პირდაპირ ბიძინად გავამაცხადე, იმიტომ რომ მე მიჩეული ვარ რომ ხარ რეზოდ მაცხადებიან. ბაზარში შევალ ბატონო ტრისთან როგორ ძანდებით. ერთი მეამეში. შენ არა და ბიძინა მე მგონი ყველაზე პოპულარული სახელია დღეს. დღეს მით უმეტეს. ოპერა. ეხლა ჩამოვწერე აგე სულ პატარა ორი რაღაც საქმე ძალიან ბევრი გამოსვლელი ხო? დიდხანს არ შეგაწყეთ რა გვაერთიანებს მე და შენ. მე და შენ გვაერთიანებს აპრილი. რატო? აპრილში ხარ და აპრილში და რო ჩამოთვალე ლეონარდო და ვინჩი, ალა პუგაჩოვა. ბიძინა მახარ. არა, ლენინი გამოგჩა და მე. 22-ში ის არის და ეხლა ერთად რატო ვთქვი, იცი რომ მე და ლენინი ერთ დღეს ვარ დაბადებული. 10 აპრილს. ზოგიერთი დღეს 22-შია, არ არის სწორი. ძველი სტილით არის 10 აპრილი. და მეტრიკე ხო, რო იცოდე რა. რატო გადაიკეთა ჯარში არ უნდა წასვლა? შეიძლება, რევოლუციონერი კაცი იყო. ეგედა. კიდე რა გვაერთიანებს, ესე იგი მე და შენ ისა რომ ხაშური. კი, ნუ როგორც ხაშური, რეაჩები იყო ნოზაზის ქალი. და გომია ესეთ სოფელი. საჩხერეში რო წახვალ სადმე და გომის მოსახვევი რო არა. საჩხერისკენ გადასასვლელი. საჩხერისკენ გადასასვლელი და პირველი სოფელი იქვე არის გომი. კი ბატონო. ხო. კიდე რამე დაგითხრა რომ რას შეეხება პატრიოტიზმს. 1000-ნაირი განმარტება შეიძლება იყოს პატრიოტიზმის, მაგრამ მე ვიტყოდი რომ შენ ხარ მაგალითი პატრიოტიზმის და რატო იცი რომ საერთოდ ჩვევია ქართველებს პატრიოტები იყოთ სიტყვაში. და მე ვფიქრობ რომ პატრიოტიზმს გააჩნია ორი მომენტი, ეს არის საქმე, შენი პროფესია, ემსახურებს შენს თავს, შენს ოჯახს და ქვეყანას. და როდესაც უჭირს იარაღით. ორივე იარაღი, ერთი კეთილდღეობას ემსახურებას შენი სამშობლოში, მეორე კიდე გადარჩენას. ხო, და მე და ბოლოს ვიტყვი ერთ რამეს. მე გავხდი 73 წლის, შენ 50-ის, რა განსხვავება ამ ორ თარიღს შორის, როდესაც ტარდება იუბილე. 50 წლის როცა ხარ, დარბაზში არის შენი მეგობრები, ხო? და ლამაზი ქალბატონები. და 73-ის როცა ხარ, ხო? მაშინ დარბაზში ჭარბობს უროლოგი, კარდიოლოგი და პროტეზისტი. სად არის ჩემი ნუკრი ჯანჯღავა? მეც ყავს აქ ჩემი. ხო, ხედავ. ბატონი ექიმი, სად არის? კაც მიწავდა. შენ დროს გავუსწარ. ხო, მადლობა ბატონო ბიძინა. ბატონო ბიძინათ რომ მიმართავ. და მე ბოლოს მინდა აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ჩემი საყვარელი ადამიანის საგერ თემურ ცაგურია, რომელიც ემიგრაციიდან დაგვიბრუნდა, კაცი ლეგენდა ჩემი, არ ვიცი, ბავშვობის სიმღერების, ბავშვობის მოფერების, ბავშვობის სიყვარულის და მის სიმღერებზე გაზრდილი ადამიანი და თემურ ცაგურიას კიდე იმიტომ ვუხდი მადლობას რომ ის სულ ჩვენს გვერდითა და თემო ძალიან დიდი მადლობა რომ დღესაც ჩემს გვერდით ხარ. ნანო დაუშვი ჩემი საყვარელი კომპოზიტორი, ულამაზესი ადამიანი. შენ შემოგე. ძალიან დიდი მადლობას გიხდი ყველა. მადლობა რომ მაინც შეძენდი მოსვლა. მხედავთ ყველაფერს. დიდი მადლობა. კენოც. მადლობა ძალიან დიდი. თემო ბატონო. ჩემო ბესო, გილოცავ ამ შესანიშნავ თარიღს. როცა 50 წლის გავხდი, ვიყავი ვაშინგტონში და რომ დავპატიჟე ჩემი მეგობრები, მაგათ ეგონათ რომ ესე იგი პრეზიდენტის პრეზიდენტის დღე იყო. და ესე იგი ასე ჩაიარა როგორც პრეზიდენტმა ისე ჩავადარა ჩემი 50 წლის თარიღი. გაჯობია მე მაგაში. დღეს ესე იგი იმდენი ხალხი მოვიდა, იმდენმა ხალხმა გამოხატა თავისი სიხარული რომ გიცნობთ რომ ვარხართ რომ ეს არის ბედნიერება. შემოგონი ამაზე ბედნიერება არ არის რომ
ამდენ ხალხს უყვარხარ და თქვენთან ერთად არის. და კიდევ ვიცი შენ მიზეზი რატომაც არ არიან ჩვენი ძმები და ჩვენი ბიჭები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართალია სიმღერა არ შეიძლება არა დღეს უარი გთქვით მაგრამ ორი კუპლეტი რო არ გიმღეროთ მაინც არ შეიძლება დაუწიე თემურ წაგურიაზე უარი უთხრები სიმღერაზე ხო იქნები არანორმალური ეს ხოვრება უსასრულო ნუგონია მოეფერეთ ერთმანეთს კიდევ ეს ხოვრება უსასრულო ნუგონია მოეფერეთ ერთმანეთს მე წაგან ვახსენე ადამიანი როცა მე სიყვარულის დღის იდეა მოვიფიქრეთქო ხალხს შევთავაზეთ რა ქვია თარიღების დაწეს შემოთავაზება უამრავ მილიონ თარიღს შორის პირობითად იყო ის თარიღები რომელიც 15 აპრილი იყო და ამ 15 აპრილს ყველაზე კარგი ახსნა მოუძებნა გიგა მახვილაძემ თქო დღეს ჩემს გვერდით მარჯვნივ გიგა მახვილაძის შვილია ქალბატონი ინგა მახვილაძე და დიდი მადლობა ინგა რომ ემიგრაციიდან დაბრუნდი ჯერ ამისთვის მადლობა ბესო შენი წინ ოჯახისთვის რა იყავი შენი წინ რა იყავი და ჩემისთვის კი ნახე უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ბესო ჩუბინიძეს რომ მათ არასოდეს ამდენი წლების განმავლობაში 21 წელია მამა აღარ არის ყოველ წელს ახსენებს გიგა მახვილაძის სახეს დიდი მადლობა ამ დაფასებისთვის ადამიანს რომელსაც აქვს ასეთი ამაღლებული გრძნობა მადლიერების ასეთნაირად აფასებს ადამიანის ერთ სიტყვას მე არ ვიცი სხვა ამაზე დიდი ადამიანობა რა უნდა იყოს თუმცა თავისუფლად შეეძლო რომ არ ეთქვა არასოდეს გიგა მახვილაძის სახელი ხომ ვერავინ ვერ შეედავებოდა ბესო ძალიან გვყვარხარ თელოჯას კარგად იცი და დედაჩემისთვის ბესო იყო მესამე შვილი ანუ მეორე ვაჟიშვილი მის და უბრალოდ როდესაც პირველად გავიცანი ბესო მე მოგვიანებით გავიცანი და როთხარი გიგაშვილი ვარ მეთქი ბესოს კივილი სიხარულის ეხლა ცხოვრებში ეს იყო ემიგრაციიდან ისიც აღიარა ხო მე საერთოდ ცხოვრობდი მაშინ და იქედან დაურეკე ველოდებოდით რომ ჩამოსულიყო არ ეხერსა ჩამოსვლა და იმ დროს როცა მე ველოდებოდი და რო ამომივიდა მოთმინების ფიალა რო აივსო დაურეკე და უთხარი უღმესი მადლობა ბესოში ძალიან დიდი მადლობა იგაშენ და რა ვიცი მე კიდევ ერთხელ მადლობას იცი შენ დედიკო როგორ მიყვარდა და მამასო ვაფასებდი ხო ეგ კიდე აღარ მინდა ხალხო განვავრცო მადლობა იგა და ხალხო მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენ მობრძანებისთვის მართლა ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის და მე იმ ფილმით შემისათქმელი თქვი